Universal მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. გაფხული დამთავრდა და ახლა ისევ დგება დრო, როცა ტრადიციულ ყოველდღიურ რუტინას უნდა დაუბრუნდეთ, სამსახური, სწავლა, ოჯახური ვალდებულებები, ხშირად გვიჭირს ტემპის დაჭერა, სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა დაუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას, დასვენებისა და არდადეგების შემდეგ, ისე რომ ეს ეტაპი ნაკლებად სტრესული და მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოთერაპევტი თიკა წერეთელი, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით. თიკა, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენთან მოსვლა და ეხლა მით უმეტეს გილოცავთ ახალ სეზონს, ახალ სტუდიას და წარმატებებს. ძალიან ლამაზი სტუდია დაგახვალეთ. ძალიან, უკვე ხდება ეს რადიოზე უფრო მეტია უკვე და ხო, ესე გამოვიდა, რომ თანამედროვე რადიო რეალურად ხმაზე მეტია და ფაქტობრივად გამოსახულებაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოდი დავიწყოთ თემაზე საუბარი. აქტიური ცხოვრება დაგვეწყო, მას შემდეგ რაც ფაქტობრივად თვენახევარი დაახლოებით 2 თვე მოუწიათ არდადეგები ბავშვებს, ჩვენს გარკვეული შეგულებების პერიოდში ვიყავით და ახლა გინდა არ გინდა ამ ყოველდღიურ ფერხულში ისე უნდა ჩაერთო. ეს მარტივი საქმე არ არის. პირველი რჩევა და რეკომენდაცია რა არის? ტემპის აღების. პირველივე დღეს 8 საათზე ვიწყებთ ტემპს, თუ აი ნელ-ნელა შევდივართ ამ როლში რომ ავხსნათ. საერთოდ ჯობია რომ ნელ-ნელა შევეგუოთ და შევაგუოთ. ბავშვებიც და საკუთარი თავით. ღერთნაირად გვიჭირს, ხო? მშობლების შემდგომ სხვა რეჟიმში ვიყავთ მშობლების დროს და სხვა რეჟიმში გადავდივართ სამსახურის დროს. და საერთოდ არის ესეთი რეკომენდაცია, რომ ორშაბათს რომ სამსახურში გავდივარ, კვირას კი არ ჩამოვიდე დასასვენებელი ადგილიდან, შაბათს მაინც ჩამოვიდე, რომ ერთგვარად ჩემი სხეული შეეგუოს, ჩემი ტვინი შეეგუოს, აქ გაღვიძებას, აი იმ გარემოს, რომელიც უფრო საქმიანია და არა უფრო დასასვენებელი, ხო? აი ნელ-ნელა რომ მოვახერხო გადმორთვა ახალ რელსზე. და ეს პირველი დღეც ჯობია რომ იყოს უფრო მოთელვა და არა პირდაპირ საქმეზე გადასვლა და ძალიან ბევრი საქმის აკიდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს განცდა, რომ აი აღარ შეერგო იშვებულება, დააკარგა ის დრო რაც იყო და აი საერთოდ ისევ დაიღალა, ერთ დღეში დაიღალა. ამიტომ არის მენეჯერებისთვისაც განსაკუთრებით ესეთი რეკომენდაცია, რომ არ დატვირთოთ პირველივე დღეს ძალიან დიდი საქმით ადამიანები და ასევე მნიშვნელოვანია, უბრალოდ და არ დატვირთოთ კი არა. გამოკითხოთ როგორ დაისვენეს, რა ქნეს კარგი, იმიტომ რომ დასვენებული თანამშრომელი ყველა მენეჯერისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე დაუსვენებელი და ისიც რომ თანამშრომელს ხედავს რომ შენ გაინტერესებს მისი მდგომარეობა, ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს, საჭიროდ პატივნაცემად და უფრო მეტი ოპტიმიზმით შეუდგება საქმეს. მოდი ახლა გითხარი, როგორ შეიძლება რომ გავარკვიოთ და მივხვდეთ რომ ადამიანი დასვენებულია. თუ არ ჩავდვით იმას რომ რუჯი შეიძლება იყოს ის მთავარი ასე ვთქვათ მოტივაცია, მიზეზი, რითაც ეს ახსნა და მიხვდე რომ ადამიანი ცოტა მოშვებულია და კარგად გრძნობს თავს, აი თამთის შემთხვევაში მაგალითად, როდესაც რუჯი არ არის, როგორი გრძნობა, ვთქვათ, აი ქმედებაში როგორი გრძნობა, სიტუაციაში შეგუებაში როგორი გრძნობა. უფრო ბედნიერი თვალებით იყურება და აი პირველ დღეს რო გამოდიხარ სამსახურში თითქოს კი, ეგეც არის, უხარი არ უხარი, ეს შეგუების პერიოდია რა. მაგრამ რომ გადიხარ დასვენებული სამსახურში, გეუბნები რომ გეტყობა რომ დასვენებული ხარ, აი ერთ კვირაში გნახავ როგორი იქნები და ერთ კვირაშიც რომ ადამიანურად ვიყოთ, ანუ პირობები უნდა შევქმნათ თავისთავად, მაგრამ ისე თურმე მაინც არსებობს რაღაცა გარკვეული დღეების რაოდენობა, როცა ჩვენ ვახერხებთ ჩავერთოთ უკვე ჩვეულებრივ რეჟიმს. მაგალითად, აი დასვენების შემდეგ სადღაც 3-დან 7 დღე არის საჭირო იმისთვის, რომ აი ჩვეულებრივ მოვიქოქოთ კარგად და უკვე ჩვეულებრივები ვიყოთ, იმიტომ რომ დასვენებულ ადამიანს, რომლის ტვინის დასვენებულ რეჟიმშია და ორგანიზმით უჭირს კონცენტრაცია, ცოტა შეიძლება გადაღლილობა იგრძნოს სამსახურში, ცოტა უფრო გაფანტულია, იმიტომ რომ აქ გადმორთვა ძალიან უჭირს და ეს დროც უნდა მივცეთ 3-დან 7 დღემდე. თუ მეტი დასვენება ქონდა, უფრო მეტი დღე ჭირდება აღსადგენად, ეგეც უნდა ვიცოდეთ და სასურველია რომ განრიგი გაიწეროს, რას ვაკეთებთ. ანუ ეს მენეჯერებმაც უნდა იცოდნენ, სკოლის პედაგოგებმაც უნდა იცოდნენ, მშობლებმაც და თვითონ ზოგადად თანამშრომლებმაც. თუ არსებობს ერთგვარი ვადა, ყველაზე უნიკალური შედეგი,
თქვათ რა დროს შეუძლია დასვენების შემთხვევაში ეფექტური აღმოჩნდეს. აი 7 დღის მერე თუ ძალიან მაგალითად აი სხვა კონტინენტზე იყო ადამიანი გადასული დასასვენებლად ხო მაშინ ადაპტაციას ცოტა მეტი დრო ჭირდება თორე ისე რაღაცა აქვე თუ იყო წასული და უბრალოდ ისვენებდა მაქსიმუმ 7 დღე საკმარისია რომ ადამიანმა აღიდგინოს და ფორმაში მოვიდეს. განსაკუთრებით სანამ 7 დღე დადგება მანამდე რამდენი დღე უნდა დაისვენოს თავად იმ ადამიანმა რამდენია საჭირო საჭირო 2 კვირა აუცილებელია რომ დაისვენოს. რომ მე ვიცი რომ სადღაც ამიკითხავს რომ 3 კვირა არის იდეალური კი რა თქმა უნდა 3 კვირა რომ ჩვენ გადავერთოთ იმიტომ რომ ეს გადართვაც ხო პირდაპირ დასვენება ზოგჯერ არ არის სახში ხომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს თუ ბავშვები გვყავს კიდე დასვენება რამდენად არის კაცმა არ იცის მაგრამ ის სხვანაირი დაღლაა ხო ანუ საქმიდან ყოველ შემთხვევაში რომ მიდიხარ ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა დასვენება ძალიან საჭიროა იმიტომ რომ ახანგრძლივებს ცხოვრების ხარისხს ახანგრძლივებს სიცოცხლეს ახანგრძლივებს ჩემს ურთიერთობებს და ბედნიერი ვხდები მაინც ხო ასევე არ დამავიწყდეს მინდა რომ სკოლაში განსაკუთრებით ბავშვები რომ ბრუნდებიან და წარმოიდგინე ხა ამდენი ორთვიანი არ დადეგები რო ქონდათ და რომ იდის და პირველივე დღეს რო დავალებებს აძლევს მასწავლებელი უკვე ძალიან უჭირს იმას სწავლაში ჩართვა აი ზუსტად ასე აი ბევრი არ დადეგებზეც აძლევს ხოლმე და თელის პერიოდი არის 3 წელი დღე ჯობია იყოს მოთელვა განტვირთვა ბავშვების მოსმენა იმიტომ რომ იმ ზაფხულის პერიოდში ძალიან იზრდებიან ხოლმე ბავშვები და საინტერესოა იმიტომ რომ ახალი ბავშვი შეიძლება მოვიდეს აი გაზაფხულზე სხვა რო გაუშვი უკვე შემოდგომაზე სულ სხვა ბავშვი მოდის სხვანაირად გაზრდილი სხვანაირად დაფიქრებული და უფრო მეტი რამის გაგება შეგვიძლია იმ ბავშვმაც როგორც თანამშრომელმა უნდა იგრძნოს რომ პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია როგორ გაატარა ზაფხული რა მოსწონს რა ეზარებოდა ყველაზე მეტად ეხა სკოლაში რო ბრუნდებოდა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ეხა ყველას ეზარებოდა სკოლაში დაბრუნება ეხა იქ ჩვეულებრივი ამბავი და ბავშვი ამის გამო არ უნდა დავსაჯოთ და არ უნდა მივაწეროთ რომ ზარმაცია ესე იგი კარგი მშობლებს თქვათ რა ევალებათ ამ პერიოდში მასწავლებლებს რეალურად რჩევა მიეცი რომ პირველ დღეს ნუ მივაყრით მას და მაინც მთელი თქვათ ჩავარდნილი პერიოდის დავალებებს და შევარკოთ ამ ადამიანებს ეს დასვენება და ნელ-ნელა შევაპაროთ რომ პროცესი გააქტიურდა და ნუ თქვათ რაღაცნაირად ეს შემართება დაიჭირონ მშობლებს რა როლი აქვთ რა უნდა გააკეთონ მათ როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს აი არ დადეგების შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ სრულფასოვნად სწავლას შევიდნენ შვილების მდგომარეობაში რომ იცო თვითონაც ხო ცოტათი ეზარებათ სამსახურში მუშაობის დაწყება ხო ან ყოველ შემთხვევაში თუ არ მუშაობენ თვითონაც ხო ახსოვს სკოლაში რომ ცოტათი ეზარებოდათ ამიტომ იცოდნენ რომ ბავშვებს ახლა ცოტა ეზარებათ სხვა რეჟიმში იყვნენ სხვანაირად უნდა გადმოერთონ უჭირთ იმ ბავშვებსაც და ნელ-ნელა გაუგონ აი ძალიან მკაცრები ნუ იქნებიან ნელ-ნელა მე მესმის შენი რთულია მაგრამ აბა ახლა თამაშით ნელ-ნელა უნდა გადავიდნენ იმ რეჟიმში და სხვათა შორის სამსახურში ვისაც ესეთი ცოტა პოსტ დასვენების შემდგომი ერთგვარი დეპრესიის ნიშნები ვისაც აქვს დაღლილობა ცოტა გეზარება ცოტა მელანქოლიური ხარ და კონცენტრაციაც გიჭირს ამ ადამიანებისთვის არის ესეთი რეკომენდაცია რომ შეგიძლიათ დაიდო რამე ფოტო ზაფხულის დასვენებიდან რომ გაიხსენე რომ ასეთი ცხოვრებაც არსებობდა ემოციურად ისე ვიქრო იყო ხო რომ გაიხარო რაღაცები შეიძლება რაღაცა მუსიკას მოусმინო იმას რასაც ზაფხულში უსმენდი ან ასევე რაღაცა 2 თვეში 3 თვეში დაგეგმო პატარა შეიძლება 2 დღიანი მაგრამ მაინც ისევ გასვლა და დასვენება რომ არ გქონდეს განცდა რომ დამთავრდა ეს დასვენება და მორჩა ახლა 1 წელი უნდა ვიხარშებოდა მე ამ სამსახურში როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს სამსახური ხო მაინც ძალიან რთულია და ასევე არის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი რომ თუ გინდა რომ ბედნიერად იცხოვრო ეს სამსახური შენთვის უბრალოდ ფულის გამოსამუშავებელი დაწესებულება არ უნდა იყოს სამწუხაროდ ეს ყველასთვის არ არის შესაძლებელი მაგრამ ამის ერთგვარი დატესტვაც არსებობს ამას წინათ ერთ საინტერესო ლექციას უსმენდი რომ დაფიქრდითო ესო რა თქვენ სადაც მუშაობთ ეს ის სამსახურია სადაც უფასოდაც გააკეთებდით რამეს თუ მხოლოდ ფულისთვის მუშაობ. ეხლა თანამედროვე სამყაროში უფასოდ მუშაობა წარმოუდგენელია მესმის, მაგრამ თუ სამსახურში მხოლოდ ფულისთვის დადიხართ, აქ არანაირი სხვა სიამოვნება არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც დიდხანს ალბათ ვერ გავძლებთ და მეტნაკლებად უნდა ვიფიქროთ სხვაგან წასვლას. თუ სხვა გზა არ არის, აი დღის ბოლოს გასეირნება, რაღაცა ვარჯიშები, აი რაღაც აუცილებლად ცხოვრება უნდა დაიტვირთოს ისეთი აქტივობებით, რომლითაც მე სიამოვნებას ვიღებ და აღმოვაჩინე, რომ მე ადამიანი ვარ და პატივს ვცემ ჩემ თავს და ჩემს სურვილებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე გავრცელებული შეცდომები რა არის ამ დროს, რასაც ადამიანები უშვებთ.
შეიძლება ნუ თქვათ სტრესის თვალსაზრისით მაშინ როცა ფაქტობრივად ისვენებთ ეს გრაფიკი 8-ზე ადგომის და სამსახურში წასვლის თუნდაც სკოლაში არ არსებობს და კვლავ ამ დღის წესრიგში ამ საკითხის დადგომა გინდა არ გინდა ორგანიზმი უნდა წამოყვეს და რაღაცნაირად ეს გარკვეულ ასე ვთქვათ ჩვევებს უკავშირდება რომელიც უნდა გამოიმუშაო. მაინც მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყველაფრის მენეჯმენტს ახერხებდეს ვთქვათ ისეთი კარგი ორგანიზატორი, მშობელი, დედა, მამა, ნუ თითოეული ჩვენთაგანი, მაინც ალბათ არსებობს ის შეცდომები, რომელსაც ვუშვებთ და რომელია ყველაზე გავრცელებული როგორ ითქვათ. აი, პირდაპირ გადაშვება, პირდაპირ ბევრი საქმის თავზე დაყრა. ეს სამძიმი, აი წარმოიდგინე რომ შედიხარ რაღაცა ფარფატა და სიფრიფანა და თავზე გაყრიან ყველაფერს და უკვე აღარ იცი საიდან რითი დაიწყო რა გააკეთო და მძიმეა მაგ დროს. ნელ-ნელა ეტაპობრივად როგორც მუშაობის რეჟიმს უნდა დავუბრუნდეთ, ასევე საქმიანობის რეჟიმსაც, მოკლედ სწავლის რეჟიმსაც ნელ-ნელა თუნდაც ეს აქტივობები, ეს წრეებიც ბავშვებს ერთიანად არ უნდა მივაყაროთ, ჯერ სკოლაში შევიდნენ, დაიწყონ სკოლის მუშაობა და სწავლა და ნელ-ნელა შემოვიდეს ეს წრეები, ეს ცეკვა იქნება სიმღერა, მუსიკა, თუ რაც იქნება, ცოტა დრო მივცეთ, რომ რეჟიმს მოერგოს ბავშვი, რომელიც ამდენ ხანს სულ ისვენებდა. ეგ იქნება კარგი. კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო საკითხი აღმოჩნდა ხა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არის ერთის მხრივ ვალდებულება სკოლაში იყო დილით და მეორეს მხრივ ასევე იყო აქტიური სხვადასხვა მიმართულებით. ნუ შემოქმედებითი წრეა თუ ვთქვათ რაღაცა სპორტია, ხო? ამის რეკომენდაცია როგორია? ეს უნდა დაიწყოს პირველივე დღეს, როცა სკოლა იწყება თუ ნელ-ნელა ვთქვათ რაღაცა ერთ კვირაში ერთი, მეორე კვირაში მეორე იმიტომ რომ ვთქვათ ეს დრო რომელიც რეალურად აქვთ ბავშვებს თავისუფლებისთვის მოდი რაღაცნაირად რომ დაუტოვოთ. კვლავ აი რა შეიძლება ვთქვათ ამ დროს ყველაზე უნივერსალური მაგალითი საშუალება ფორმულა იყოს. ბავშვის თავისუფალი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავინ არ იფიქროს რომ ბავშვებს არ ჭირდებათ თავისუფალი დრო. ბავშვებს ჭირდებათ მოწყენათ, რომ მოიწყინონ. ხო, აქ მთავარი არის რომ ტელეფონმა არ ჩაანაცვლოს ყველა დრო, ყველა თავისუფლება. აი ამის კონტროლი არის მნიშვნელოვანი, თორე თავისუფლება აუცილებლად ჭირდება და დასვენებაც მის სხეულსაც ჭირდება და მის გონებასაც. ამიტომ წეღან როგორც თქვენ სკოლაში რომ მივა, ჯერ რაღაცა პერიოდი 2-3 კვირა იაროს ამ სკოლაში და შეეგუოს სკოლის რეჟიმს და ნელ-ნელა დაიწყოს უკვე ახალი წრეები. მათ შორის რეპეტიტორები განსაკუთრებით. და ეს წრეებიც არის შეიძლება ბავშვს ყველა წრეზე სიარული უნდოდეს. მე ხა ჩემი მაგალითიდან გეტყვით რომ ჩემი შვილი ისეთი ცელქი იყო, რომ წრეებით მყავდა დატვირთული და ბოლოს მივხვდი რომ აღარ შეიძლება ამდენ წრეზე სიარული, იმიტომ რომ ფიზიკურად დროს გზაში ვატარებდით. თუმცა იმას ყველა წრე მოსწონდა, არსად დაძალებით არ დადიოდ. აი, აქაც ჩვენ უნდა ვიყოთ ეკოლოგიურად. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც პირიქით არის, ანუ ბავშვს არ მოსწონს. ბავშვს არ უნდა და მაგრამ იმიტომ რომ ვთქვათ, მშობელი და მისი კიდევ მშობელი იყო, ანუ ვიცი, ექიმი, აუცილებელია ვთქვათ რაღაცა ამ მიმართულებით დავტვირთოთ, ან ვთქვათ ეგ საკითხავია, რატომ არ უნდა ბავშვს? მაშინ შეიძლება გამოვცვალოთ ადგილი, სადაც დაგვყავს გამოვცვალოთ ან რეპეტიტორი, ან ბავშვს მოусმინოთ რა უნდა იქნება, რამე განსხვავებული უნდა არის სპევა მახსენდება, რომ იყო სავალდებულო მინიმუმი ეს მუსიკა და ყველა დადიოდა ამ მუსიკაზე ფორტეპიანოზე და ნუ ბევრს არ უნდოდა და იყო ერთი ამბავი რომ არ წამოვალ, მე უკვე შედარებით მოზარდ ასე ვთქვათ ასაკში და როგორც თქვი არ წამოხვალ, აქაც იყო ის რაღაცა სტერეოტიპი, ხო, იმიტომ რომ მეზობელი რო უკრავს, მისი შვილი რო უკრავს თუ რაღაცა ჩვენთან რატო არ უნდა იყოს რა ამხელა როიალი ცდება ბოლო-ბოლო, ხო? 7 წლების დამთავრების შემდეგ რომ საერთოდ აღარ უკრავდა ადამიანი, ხო? ეს არ შეიძლება. ძალიან სასარგებლოა მუსიკა. უზომოდ სასარგებლო ტვინის განვითარებისთვის, ემოციების განვითარებისთვის, კონცენტრაციისთვის, აი ფორტეპიანოზე დაკვრა, ნუ მე გამომიცდია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცალკე იმაზე ფიქრობ, მარჯვენა ხელში რა აიღო, ცალკე მარცხენა ხელი, მე როგორ შეაერთო, მე როგორი ჟღერადობა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ბავშვი ამ დროს იტანჯება, არ ატაროთ. და თუ არა და თუ ეხან იჭიერია და ცოტა ეზარება, მაშინ მიაძალეთ ცოტა, იმიტომ რომ ეგ საჭიროა ბავშვისთვის. როგორ უნდა დავინახოთ ზუსტად შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება ბავშვში არსებობს, ის დიდად ამას არ ავლენს და მშობელს უჭირს რა არჩევანი გააკეთოს. მოვსინჯოთ. ხო, აი
ფეხბურთი ათამაშოს თუ ვთქვათ, არ ვიცი, წაიყვანოს გიტარაზე. როგორ დაიცით რა მშობელს რომ უნდოდა სადღაც სიარული ბალეტზე მაგალითად რომ არ ატარეს და ამის გამო რომ ატარებს თავის შულს, ეს არ არის მთლად სწორი. მთლად კი არ არის სწორი. უბრალოდ უნდა შევთავაზოთ, იქნებ არ აქვს ამბავს ცეკვის მონაცემები, ხო? აი რა მონაცემებიც აქვს სადოს ბავშვმა. და დავაკვირდეთ, ჩვენც დავაკვირდეთ, გამოვიხედოთ თვალებიდან და ობიექტურად შევაფასოთ, რომ აქვს ეს მონაცემები თუ არ აქვს. ეხა ეს იმას კი არნიშნავს, რომ რაღაცა 2 დღე სადღაც იაროს ბავშვმა და მე უცებ არ მოეწონოს პატარა სირთულეზე გამოვიდეს. არა, რა თქმა უნდა, სირთულე ყველგან იქნება და სირთულის გადალახვა უნდა იცოდეს. უბრალოდ დავაკვირდეთ პედაგოგსაც ვკითხოთ, რომ თუ ამბავს ამ მიმართულებით აქვს ნიჭი, დავტოვოთ იმ ადგილზე, იმიტომ რომ ეს აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ცეკვა იქნება, ეს სპორტული აქტივობა იქნება თუ მუსიკალური თუ ხატვა თუ ასე შემდეგ, აუცილებელია ბავშვებისთვის და რასაც გამოავლენს, ამისი საშუალება უნდა მივცეთ. იმიტომ რომ შეიძლება მშობელს ფეხბურთი უნდადეს და ბავშვს კალათბურთი გამოუვიდეს უფრო კარგად და ამის პირველი დღის ეფექტზე რას ვიტყვით? აი მაგალითად ხა ჩვენი სტუდენტები რო მივლენ უმაღლეს სასწავლებლებში და რასაც ვთქვათ მთელი ცხოვრება ელოდნენ ხო, მათთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ну გინდა არ გინდა არის მოლოდინი და მეორე შემთხვევაში რეალობა რომელიც ხდება. ხანდახან ამართლებს მოლოდინიც და რეალობას, ხანდახან არა. პირველი დღის ეფექტი როგორ მუშაობს? პირველი დღის ეფექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ შეგხვდება, ვინ დაგხვდება, ვის გაიცნობ შენს გვერდით, ვინ დაჯდება, ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს რაღაცა იმაზეც არის, შენს წინასწარ განწყობაზეც არის და გამართლებაზეც, ხო? პირველი რა იქნება და როგორ იქნება. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სკოლაშიც, უნივერსიტეტებშიც ბავშვებს დახვდებიან და სტუდენტებს დახვდებათ ისეთი გარემო, რომელიც მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ ამით ერთგვარად მიაბმებიან მერე აი ამ თავიანთ სასწავლებლებს და ვუსურვებ ყველას ძალიან წარმატებებს, დიდ წარმატებებს და თავიანთი ცოდნის გაღრმავებას, რეალიზებას. მნიშვნელოვანია პირველი დღის ეფექტი ძალიან და ხო, დიდხანს ყვება ხოლმე როგორც ხო, ძალიან დიდხანს ყვება. ემოციურია კი ბატონო. ბოლოს მინდა თუ არსებობს რაიმე რჩევა კონკრეტული, ვთქვათ, პრაქტიკული, საიმისოდ რომ ყველას გაგვიადვილდეს სიხარულით წამოხტომა და საქმეში. აი, სიხარულით წამოხტომა რომ გაგვიადვილდეს, არის ესეთი უნივერსალური რჩევა, რომ უბრალოდ თვალებს რო ახელ და მადლობას იხდი. ჩვენ დასანანით შეიძლება საწუწუნოც ბევრი გვქონდეს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცებისთვის მადლობა ნამდვილად გვაქვს გადასახდელი და აი ამას ამით რომ იწყებ მადლობით, ხო? მადლიერებით. ბევრად უფრო სავსე ხარ და უფრო სრულყოფილებას გრძნობ, ანუ ბევრად უფრო ბედნიერების განცდა არის. მერე უკვე პირველი დღის ეფექტებზე რომ გავდივართ და სამსახურში რომ მივდივართ, არის ის რომ არ გადავეშვათ საქმეებში მთლიანად პირველივე დღეს, ნელ-ნელა დავგეგმოთ კარგად მთელი კვირა და უფრო მშვიდად შევუდგებით საქმეს. 3-დან 7 დღეში ჩვენ ჩავდგებით ფორმაში, ეგ იცოდეთ. ძალიან მაგარია. მოკლედ ეს როცა პროცესის მონაწილე ხარ, როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება 3-დან 7 დღე ზოგადია არ დაგჭირდეს და პირველივე დღესვე მოხდეს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, პრობლემა არ არის. მოკლედ ერთი გასათვალისწინებელია ის, რომ პირდაპირ ვეცემით საქმეს, რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ ნელ-ნელა შემოვიყვანოთ ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა თიკა. თიკა წერეთელი, ფსიქოთერაპევტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ შევეცადეთ, რომ როგორ დაუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას დასვენების შემდეგ, ეს თემა გაგვეშალა დღეს ჩვენი მსვენელისთვის და მაყურებლისთვის. მადლობა ინტერესისთვის.